საღამომშვიდობისა ყველას მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? ჩვენ სერიოზულ საკითხებზე გვაქვს დღეს სასაუბრო და მოდი ერთად შევხვდეთ ლაივში და ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე. ეხლა მე მიმყოფები ისევ ჩემს სანუკვარ საცხოვრებელ მანქანაში, ხო და ცოტა ცივა და ამიტომ ესე ვარ ჩაცმული. ვინ შემომიერთდებით? ჩვენ სათაურში დავასათაურე უკვე რა თემაზეც ვისაუბრებთ დღეს, მოგესალმებით, აი შემომიერთდეთ. ახალ წელს, ანუ თქვენ როგორც იცით, 23 მარტიდან იწყება ახალი წელი. ოფიციალურად ციური სხეულების გამოთვლით და ციური სხეულების მეშვეობით, რომ გამოვთვალოთ, 20 მარტს იწყება ახალი წელი, მეგობრებო. და ახალ წელს ჩვენ შევხვდებით ყველა ჯვარზე, კვლავ და ჩვენ ყველა ვადიდებთ იესო ქრისტეს, როგორც სათანადოდ შეეფერება ისე. ანუ იესო ქრისტეს დიდება მოხდება უკვე ჯვარზე მარტში ახალი წლიდან. ზუსტად დრო არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით მზად იყავით იმისათვის, რომ მარტში ჩვენ შევხვდებით ყველა ახალ წელს ჯვარზე. ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოგეხსენებათ, რომ ბატონი ჯორჯაძე, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მეორედ მოსვლის ტაბუდადებულ თემას ახდო და ფარდა და ახსნილიყო ეს საეკლესიო უკაცრავად სასულიერო პირების მიერ და გახსნილად გამოცხადებულიყო ის, რომ მეორედ მოსვლა უკვე მოხდა სიტყვიერად და ამას ჰქონდა და დღემდე აქვს ტაბუდადებული ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. რატომ ეხლა გეტყვით? იმისათვის, რომ ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიაში შემძრალმა გველის წიწილებმა და რეპტილოიდებმა ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე აღელდებით, იმიტომ რომ ეხლა გამოდის თანდათან, რამდენი გველის წიწილი და რამდენი რეპტილოიდია შემძრალი ეკლესიაში, აგერ უკვე თქვენ კარგად ხედავთ, რაც ხდება ეკლესიის წიაღში და მე არ ვაყენებ იმ ხალხს შეურაცხყოფას, ვინც ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტად ქრისტეს უდგას მხარს და ქრისტეს ადიდებს, არამედ მე იმათზე მაქვს საუბარი, ვინც ინფორმაცია იცის, ინფორმაციას მალავს და ტაბუს ადებს ასეთ თემებს, როგორც არის მეორედ მოსვლა. მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ არავისი აღიარება და არავისი გაცხადება ჩვენ არ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რომ მეორედ მოსვლა უკვე არის, აქ არის, ქრისტე ჩვენთან არის, გინდა სიტყვიერად, გინდა ხორციელად, გინდა ყველანაირად რა. და თუ თქვენ არ იცით, რას ნიშნავს მეორედ მოსვლა, დაახლოებით უცბად აგიხსნით, როდესაც ქრისტე გვიბარებს ჩვენ, რომ მე აღარ მოვალ, არამედ მე მოგივლად სხვა ნუგეშინის მცემელს და ჩვენ როდესაც გვიბარებს იმას, რომ თქვენ უნდა გახდეთ ჩემნაირი და თქვენ უნდა გაცოცხლდეთ ჩემში, სწორედ ეს არის მეორედ მოსვლის ის ნიშნები, როდესაც თითოეულ ჩვენგანში, თითოეულ რჩეულ ადამიანში, ხო, ვინც რჩეულია, ქრისტეს დიდება დაიწყება. და ქრისტეს დიდება კი არ დაიწყება სადღაცა თავის სახში, არამედ ერთობლივად იქ, სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს. ეხლა ამაზე დიდი დისკუსია მიმდინარეობს, რომ საიდან იცით ქალბატონო თამარ, რომ ქრისტე ჯვარზე აცვეს ჯვარს და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ მე მაქვს ძალიან კარგი არქეოლოგიური თვალი. ძალიან კარგად ვხვდები მე არქეოლოგიურად, გეოგრაფიაში შეიძლება ნაკლებად ვერ ვკოვდე, ამიტომ ღმერთმა არაჩვეულებრივ გეოგრაფი მეუღლე დამიყენა გვერდში, მაგრამ მე ძალიან კარგი თვალი მაქვს, აი შეიძლება ქვის ერთი პატარა მონაკვეთი ვნახო, ერთი პატარა ნაწილი და ზუსტად ვიცოდე იქ რა ცხოვრება მიმდინარეობდა. მე მინდა გითხრათ, რომ იმ დღეების მანძილზე, 2 დღის მანძილზე, როდესაც მე ჯვარზე ვიდექი, უნიკალური და უდიდესი არტეფაქტების შემსწრე გავხდი, რაზეც მე ჯერ არ მისაუბრია, იმიტომ რომ ამ თემასაც ტაბუ ადევს და როგორც ვიცით, სააკაშვილმა ეს უკვე რამდენიმე მილიონად გაყიდა, რომ ამ ადგილზე არ განხორციელებულიყო არც ერთი ექსპედიცია, არც ერთი არქეოლოგიური გათხრა და არც ერთი მეცნიერული კვლევა.
ამიტომ ეს ადგილი ჯვარი გაყიდული არის, ამ ადგილს ხელს ვერ დაადებს ვერც ერთი მეცნიერი. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფერი ხელის დადება და მეცნიერის კვლევა დაწერა არ გვჭირდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ავა ამ ადგილზე, ვისაც თვალი აქვს, ძირს დაიხედოს, მიწაზე გადავიდეს, დაიხედოს ძირს და თიხის პატარა ნაწილს თუ არ იპოვის ხალიჩასავით გადაფენილი რო არის, მითხრას, რომ არა თამარ მართალი არ ხარ. გაისეირნოს 1-2 ნაბიჯი გადადგას და ეხლა იმედია რომ ამასაც არ აკრეფენ და არ მოაცარიელებენ იქაურობას, მაგრამ ხალიჩასავით ყრია ქრისტეს შობამდე დროინდელი თიხის არტეფაქტები. ქრისტეს შობამდე დროინდელი თიხის არტეფაქტები ალბათ თქვენ იცით რომ თიხა თავისი სტრუქტურით დროებს და წლის კი არა და ეპოქების ინფორმაციას გვანდობს. აქედან გამომდინარე, როდესაც თიხა არის სამფერიანი, იმას თავისი ინფორმაციები აქვს. სამფერიანი თიხის პოვნა, სამი ფერი არის ის, რომ როდესაც გატეხილში ჩახედავ თიხას, იმას სამი ზოლი აქვს. აი ეს სამი ზოლი თავის ინფორმაციას ფლობს. ასევე შავი თიხა, რომელიც ქრისტეს შობამდე დროის არის, ქრისტეს შობამდე გამოიყენებოდა. ასევე ნებისმიერი არტეფაქტი, რომელიც ყრია, ხალხო, ყრია იმ ადგილზე, ჯვარზე და ასევე დიდი მსხვერპლშესაწირი ის ვნახეთ, ქვა, რომელზეც აი დიდი რას ნიშნავს, იცი, დაახლოებით 1.5 მეტრი, 1.5 მეტრზე ესეთი ქვა, რომელიც დევს და სადაც მსხვერპლშეწირვა მიმდინარეობდა. მსხვერპლშეწირვა მიმდინარეობდა იმ ადგილზე, სადაც ახლა ტუალეტია ხალხო დაყენებული, იცით თქვენ? მოკლედ ეს არის უნიკალური ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც არქეოლოგის თვალი რომ დაინახა, ზუსტად იცის იქ რა ხდება. ზუსტად იცის ეს რომელი პერიოდია, ზუსტად იცის რომ აქ არის ჯვარცმა მომხდარი. და გილოცავთ შობას ყველას ლილი, მადლობა. და ჩვენ ყველანი ვინც ქრისტეში ვართ გაერთიანებული და ჭეშმარიტად ქრისტეში და არა იქ მართლმადიდებლობა და კათოლიკობა და იქის და ეკის დაყვეს და დააწევრეს ქრისტე, ესე იგი 1000 რაღაცად რა, ხან რა დაარქვეს, ხან რა დაარქვეს, ხან ევანგელისტობა, ხან კათოლიკობა, ხან მართლმადიდებლობა, ხან ორთოდოქსობა და უაზრობა. ხალხო, ვის გაუგია ქრისტეს დაყოფა, ხო? მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს რა, ჭეშმარიტად ქრისტეში ვინც გაერთიანებულია, მას არც პატრიარქი ყავს და არც მეფე. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ დღეს მართლმადიდებლური, ორთოდოქსული თუ ნებისმიერი ქრისტიანული რელიგიები ჩვენ გვიყენებენ ვიღაცა პეტრე პავლე პატრიარქებს და თვალებს გვიბნელებენ რომ მელქისედეკის წესით, ხო? ერთადერთი და გადაუყენებელი, ესე რომ ვთქვათ, სამარადჟამო პატრიარქად ავიდა ქრისტე და იყო ქრისტე აღიარებული, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი სამარადჟამო პატრიარქი. ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ჩვენ თუ ბნელები ვიყავით აქამდე და სიბნელეში ვცხოვრობდით და გვეგონა რომ აი ეს მელქისედეკ პატრიარქები, ისინი რა ქვია, რამდენი პატრიარქი ყავდა? 21 პატრიარქი ყავდა ალბათ, ხო, პირველი საუკუნიდან დღემდე. პატრიარქებს რო ირქმევდნენ, პირდაპირი გაგებით იყვნენ ანტიქრისტეს მიმდევრები, იმიტომ რომ ანტიქრისტეს რატომ მიმდევრები, იცით? თუ კი პატრიარქობა ერგო სამარადჟამო და დაუსრულებლად ქრისტე, იესო ქრისტეს, მაშინ მის დაბლა პატრიარქები აღარ უნდა იყვნენ დაყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ კონტრაში უჯდებიან ქრისტეს და პირდაპირ ანტიქრისტიანული სულისკვეთებით მოდიან მერე და ირქმევენ თვითმარქვია პატრიარქები ხდებიან, გესმით? და როდესაც თვითმარქვია პატრიარქების ხელში ვიყავით დღემდე სამწუხაროდ და ქრისტეს ვერ ვაღიარებდით ჩვენ მელქისედეკის წესით დაყენებულ პატრიარქად, სამარადჟამოდ, ანუ ყველა დროის პატრიარქად, არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც და წარსულშიც, როდესაც ქრისტე ავიდა ჯვარზე, ის
შეირაცხა კი არა, დადგინდა ყველას პატრიარქად. ყველა ქრისტიანის პატრიარქად. Რა თუნდა ეხლა ამას ბევრი ყბედობა და ახსნა, რომ ჩვენ პატრიარქი აღარავის აღარ უნდა დავარქვათ ქრისტეს გარდა. პატრე იარქი გახდა მამა ჩვენი ღმერთი გახდა ქრისტე. გესმით? ქრისტე არის ჩვენი პატრე იარქი. და შენ თუ ამას ვერ აღიარებ, მაშინ დღემდე და იმ აზრამდე სანამ შენ ამ აზრს გაიაზრებ, ანტიქრისტე გმართავს. ვიღაცა ხომ გადამეკიდა ვიღაცა გოჩა რომ ესე იგი შენ არც ერთი ქვეყნის პატრიარქებს არ აღიარებ, არც ერთი ქვეყნის პატრიარქებს არ ვაღიარებ. მე ჩემი ერთადერთი პატრიარქი, რომელიც მელქისედეკის წესით დაინიშნა, ეს იყო ქრისტე. არის ქრისტე და იქნება ქრისტე. და დანარჩენი სხვა, ვინც მე შემებრძოლება ამის გამო, ყველას თითები დაემტრევა, ყველას ფეხები გადაუტყდება. იცით რატომ? და ყველას ენა მოსწრება, იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტი პატივისცემა ქრისტეს სიტყვაში გამოხატულება არის ის, რომ შენ, როდესაც ის აღიარეს პატრიარქად ყველა დროის, შენ მისი სიტყვა დაიცვა და მის გვერდზე დაუდგე. ვიღაცეები ახლა მუსულმანების შემოსევები რო იყო და ჩვენს ქრისტიანობას რომ გვართმევდნენ და გამოვიდოდა დედა სამი შვილით და იქ შეეწირებოდა და ბავშვებთან ერთად კლავდნენ დედასაც და ასე შემდეგ 1000 გვარი ისენი გვაქვს ჩვენ ისტორიაში, ხო? ჩვენ გვაქვს ისტორიაში, ესე იგი, უამრავი ასეთი მაგალითი რომ ქრისტეს გამო თავს წირავდნენ ქალები თავის შვილებიანა, ხო? იგივე ვარიანტია დღესაც ყველა ქალი, ვინც თავისი შვილით დადგება ქრისტეს სადიდებლად ჯვარზე, ის იქნება იმ რანგში აყვანილი, რომელ რანგშიც აყვანილი არის ივლიტა და მისი შვილები, ხომ? თუ არ ვცდები ესე ვთქვათ, ბარბარე, კიდევ რამდენი იყო, რამდენი მაგალითი არის, მე სახელები აღარ მახსენდება ეხლა, წმინდანი ქალების, რომლებიც ბავშვებთან ერთად თავს დებდნენ ქრისტესთვის. ქრისტეს სადიდებლად მუსულმანების წინააღმდეგ, მუსულმანური ერების დაპყრობის წინააღმდეგ, ხო? ასევეა დღესაც იცოდეთ რა. თუ დღემდე თქვენთვის არავის უთქვავს ის, რომ ანტიქრისტე იყო გამეფებული დედამიწაზე, მე გეტყვით თქვენ, რომ ნებისმიერი რელიგია, რომელსაც პატრიარქად აღიარებს ვიღაცა პეტრე პავლე ილია მეორე თუ ვიღაცას, ანტიქრისტიანული სულისკვეთების არის, იმიტომ რომ ის არ აღიარებს პატრიარქად ქრისტეს, პანტოკრატორს. პანტოკრატორი ქრისტე არის ჩვენი პატრიარქი. ყველა ქრისტიანის პატრიარქი უნდა იყოს პანტოკრატორი ქრისტე. არსებობს საბერძნეთის კუნძულზე პანტოკრატორის მონასტერი, სადაც პანტოკრატორის თემებია განხილული. პანტოკრატორის ფრესკებია დახატული. პანტოკრატორი არის ჩვენი პატრიარქი. გესმით რა არის აქ? აი, სხვათა შორის მე მამა ნიკოლოსთან რო ვიყავი, იქაც გადავიღე, აი ახლა დაგიფოსტავთ მე პანტოკრატორის სურათს. ვინ არის პანტოკრატორი, გესმით? პანტოკრატორის სურათს დაგიფოსტავთ და იცით რა არის? აი აქ კარგად დაინახეთ, მეგობრებო. აქ აწერია პანტოკრატორი. აი ეს არის მამა ღმერთი, რომელმაც ჩვენ მოგვიყვანა ქრისტე ღმერთი და დაგვისვა და ალაპარაკა ქრისტე ღმერთს და შემდეგ ჩვენ იგი ჯვარს ვაცვით. აი აქ ზემოთ სამკუთხედის მაღლა წერია ო პანტოკრატორ, ხო? აი ეს პანტოკრატორი ღმერთი, რომელიც წესით უნდა იყოს ყველა ეკლესიაში დიდებულად აღმართული და ჩვენ მას უნდა ვეთაყვანებოდეთ როგორც პატრიარქს. პატრიარქი, იმიტომ რომ ის არ მომკვდარა ღმერთო ჩემო. ესე როგორც გვისახავენ ადრე სხვა დრო იყო ქრისტეს დრო სხვა დრო იყო მღვდლები და სასულიერო პირები. იცოდეთ რა, ქრისტე არც მომკვდარა, არც არსად არ წასულა. ის არის ჩვენთან და ჩვენში, ის დარჩა ჩვენში. ამიტომ ჩვენ ყველა თითოეული ქრისტიანი, ვინც კი თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, ხო? პირველ რიგში რასაც უნდა შვებოდეს, უნდა აღიარებდეს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქად ქრისტე ღმერთს. და არა ვიღაცა პირჩამოვარდნილ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ 100 წელი ცხოვრობენ. ისიც თუ
არ შეიძლება ეს. იმიტომ არ შეიძლება, რომ შენ პირდაპირ ქრისტეს ტიტულს იღებ და იწებებ შენ, როგორც მოკვდავი ადამიანი. და უკვდავებაში გადაზრდილი ქრისტე, რომელიც პანტოკრატორად დედამიწის პანტოკრატორად ავიდა ჯვარცმით გაიმარჯვა, მან მოიპოვა პანტოკრატორობა, გესმით? ისევ სატანას ამეფებენ დედამიწაზე. ამით ხდება ზუსტად მხეცის დამარცხება იმ პატარა კრავის მიერ, რომელსაც ძალა მცირე აქვს. და ვინ არის ეს კრავი? მე გეტყვით, ვინ არის ეს კრავი? მე, შენ და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯვარზე დადგება და ქრისტეს პანტოკრატორად აღიარებს. ის არის კრავი, რომელიც იმარჯვებს მხეცზე. შენ და მე და ჩვენ ყველანი, ვინც ჯვარზე ავალთ, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სადაც ქრისტე მოიპოვა პანტოკრატორობა, ხომ? იქ აღიარებს ქრისტეს და ქრისტეს ადიდებს და ყველა დროის პატრიარქად აღიარებს მას ჯვარზე, ის იქნება კრავი, რომელიც გაიმარჯვებს მხეცზე. ამას არ უნდა ბევრი ლაილაი, ბევრი იქ მოდება, ბევრი იქ წიგნების კითხვა, ბევრი იქ რაღაცეების არ უნდა, ნებისმიერი მღვდელი, რომელიც განსწავლულია ამ თემაში, დამეთანხმება და მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, მე დავივლი მღვდლებსაც და ამ კითხვის წინაშე დავაყენებ. და ნებისმიერი მღვდელი, რომელიც ამ საკითხში განსწავლულია, დამეთანხმება და უარს ვერ მეტყვის, როგორც იმ მღვდელმა ვერ მითხრა ჯვარზე ვერანაირი სხვა სიტყვა გარდა იმისა, რომ მისმა ბაგეებმა გამოთქვეს სრული სიმართლე, რომ ყველაფერში მართალი ხარ თამარ. ყველაფერში მართალი ხარ თამარ. ეს სიტყვები გამწარებულმა მღვდელმა, რომელსაც პირდაპირ წირვაზე მიუნიშნე იმისკენ, რომ იუდეური წესით რატომ აღავლენ და წირვას და რატომ არ აღავლენ და ქრისტიანული წესით, იმდენად გამწარებული კაცი, რომელმაც ხვირი გამიბზოა, მაინც ვერ მომცხო ვერანაირი ჩირქი და ათქმევინა ღმერთმა ის სიმართლე, რა სიმართლეც მის პირიდან გამოვიდა რა. და მე მინდა გითხრათ ის ერთი რამ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახლა თვლის, რომ აი სექტად შემრაცხავს ან რაღაცად ძალიან გთხოვთ რა, თუ თქვენ მე სექტად შემრაცხავთ და არ გამოიკვლევთ ამ საკითხებს, რასაც ახლა ვამბობ, რომ არსებობს თუ არა ეს დოგმატურად, რომ ქრისტე პანტოკრატორი მელქისედეკის წესით ჯვარცმის შემდეგ დაინიშნა როგორც ყველა დროის პატრიარქი, თეოლოგებთან, მღვდლებთან, სასულიერო პირებთან იცოდეთ, რომ მწვალებლები ხართ რა. და მე გეტყვით კიდევ ერთ რამეს. მელქისედეკის წესით არჩევა ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრეობით კი არ გადადის რაიმე სახის ტიტული, არამედ ღვთის რჩეულობით გადადის ეს ტიტული. როგორც დავითს მიენიჭა მეფობა, ისე ქრისტეს მიენიჭა პანტოკრატორობა. უკაცრავად. დავით მეფსალმონეს მიენიჭა მეფობა, პატარა მეცხვარებიც, რომელსაც არანაირი განათლება არ ქონდა გარდასულიერი განათლებისა თავისი გამოცდილების მიერ და უშუალო ზეცასა და თავის გულში კონტაქტის მიერ და ქრისტეს, რომელიც თლიანად ბოროტებას ფეხს ადგავს და თავს უჭყლიდავს რა, გველს და ამით იმარჯვებს გველზე, ბოროტზე და ასე შემდეგ. მარი წერს ერთი წუთით წავიკითხავ, შევარდნაძისთვის დააჩოქა ილიამ თითქოს მამა ღმერთი ყოფილიყოს და პანტოკრატორს დაუჩოქებენ. ილია სად ახსოვდა ყოვლის მყრობელი. ხო, მარი, მადლობა რომ შემახსენე ეს ქართული სიტყვა, ყოვლის მყრობელი, პანტოკრატორი იგივეს ნიშნავს როგორც ყოვლის მყრობელი.
ილიას ძალიან კარგად ახსოვდა ყოვლის მყრობელი, მაგრამ ილია იყო მოქცეული ბოროტების კლანჭებში. მე მინდა გითხრათ, რომ აი ახლა განვიხილე ილიას მატრიცა რა. ოღონდ 4 იანვრის კი არა, როცა დაიბადა 4 დეკემბრის მატრიცაა. 4 დეკემბერს 1933 წლის და შემდეგ გადააკეთეს, რომ ვითომ 4 იანვარს დაიბადა. მისი მატრიცა პირდაპირ მეუბნება, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოიპოვოს რჩეულობა. შეუძლია გააბას ხაზი ზეციურთან. შეუძლია, მაგრამ მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. არა აქვს დაბადებიდან რჩეულობის ხაზი მას დაბადებული და დაბედებული. მას აქვს დაბედებული ძალიან კარგი თვითშეფასება, ვერავინ ვერ ეტყვის მას და ვერავინ ვერ იმას იზავს, რომ მოატყუებს, რომ შენ ბანძი ხარო, ან ვიღაცა აი ესეთი ხარო, აბა ერთი უთხრა, აქეთ შემოგიტრიალებს ენას. მენტალური ძალა ოკეი, იმდენად ძალიან მაგარი არა, მაგრამ საკმარისი მენტალური ძალა. ლოგიკურობა კარგი ლოგიკურობა აქვს, ვერ ვიტყვი ვერაფერს. ემპათია ნული. ემპათია ადამიანებისა და სამყაროს მიმართ არ არსებობს ამ ადამიანში. მას შეუძლია მხოლოდ თავისი საკუთარი მეს დაკარგვით გამოიმუშაოს ადამიანების მიმართ ემპათია. აქედან გამომდინარე, ილია მეორე, რომელზეც ამბობენ, რომ არის წმინდანი, მე პირდაპირ ვხედავ ვინც არის, აი ამ მატრიცაში. ის არის თავის კაცი. ის არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი თავი და უყვარს, რომ ადიდებენ მას. სამიანების კორიანტელი. კი ბატონო, წყენებს არ იმახსოვრებს, გასაგებია, მაგრამ სამუშაო აქვს ბევრი ილიას თავის თავზე. თუ ის თავის მეს და თავის ეგოს არ გადაიყვანს ემპათიაში და არ გაიჩენს ადამიანების მიმართ თანაგრძნობის უნარს, ის ვერასდროს ვერ გახდება რჩეული, ვერასდროს. და მე არ მიკვირს სურათები, რომლებიც გაჟღერდა, რომ ზის და იცინის, როცა საქართველოში ხალხი კვდება, კლავენ, რას აღარ უკეთებენ, შიმშილით კვდება, ზოგი ტყუით კვდება და ეს ზის ჯაბა იოსელიანთან და შევარდნაძესთან და ხარხარებს კაცი. პატრე იარქად წოდებული კაცი ხარხარებს ამ დროს, როცა თმებს უნდა იპუტავდეს, სისხლის ცრემლები უნდა მოსდიოდეს, პატრე იარქად დაყენებულ ადამიანს, სადაც ბავშვები უკვდება, მოსახლე ქართველები უკვდება ტყვიებით, იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ეროვნება შეინარჩუნონ. მე მეც აღარ გავაგზელებ ილია მეორეზე საუბარს, იმიტომ რომ მაგაზე საუბარი უკვე მორჩი ახლა მე გავაგზელებ ქრისტეზე საუბარს, რომელიც არის ჩვენი პანტოკრატორი, ყოვლად შემძლე, უაღრესად ემპათიური ყველასთვის რომ გაწირა თავისი თავი, ყოვლად შემძლე, იმიტომ რომ გველს გაუჩეშქვა თავი, დაანახა რომ სიკვდილზე გაიმარჯვა და კიდე რამდენი რამ შეიძლება ვთქვა ქრისტეზე მეც აღარ ჩამოვაყალიბებ გარდა იმისა, რომ ჩვენ ქრისტე ყავს სადიდებელი ჯერ კიდევ არასდროს არც ერთ დროში ქრისტე პანტოკრატორად არ დაუყენებიათ საქართველოში, არც საქართველოში, არც სხვა ქვეყნებში. არასდროს არც ერთ დროში არ გაკეთებულა ეს კიდევ ვიმეორებ. ერთადერთი მოხდა ის, როდესაც ჯვარს ეცვა თავის დროში, ქრისტეს დროში პირველ საუკუნეში და შემდეგ უკვე ანტიქრისტე დაებატონა ისევ აი ამ ყველაფერს და მიიწეპა ქრისტეს სახელი და დღემდე ამ ქრისტეს სახელით მოდის და ცია გახსოვს მე და შენ კითხვა გაგვიშა, კი მაგრამ თუ ბოროტი ხარ, მაგის დედავატირე და თუ შენ ბრძანებლობის ქვეშ არის ეს ყველაფერი, იმით მაინც იმარიაჟე რომ ბოროტი ხარ და არა ქრისტე კაცო. რატო იწებებ ეს ბოროტი ამ ქრისტეს სახელს? იყავი ძალაუფლებაში, ოღონდ დაირქვი ის, რაც ქვია. შენ ქვია სატანა. სატანა ხარ თავში, კი ბატონო, გერქვა სატანა. ოღონდ ქრისტეს სახელით ეს ხალხი დაჰიპნოზა, გესმით?
რომ ვერც ერთი მის წინააღმდეგ ვერ აღდგეს. ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიფიქროს ის, რომ ის ანტიქრისტეს ეომება ეხლა. იმიტომ დაირქვა ქრისტე. შეეფარა ქრისტეს სახელს. იმიტომ ქვია კრავის ტყავში გახვეული მგელი, იმიტომ ქვია. და ზუსტადაც სახელი გვარი იესო ქრისტემ წყემსი კეთილი, ხო? ზუსტადაც იესო ქრისტე წყემსი კეთილია და არა იესო ქრისტემ წყემსი, რომელიც სხვას ატყავებს და თვითონ ჯიპებს მოაჯდება და იშენებს სახლებს და თავის ბავშვებს საზღვარგარეთ ასწავლის. არა. ანტიქრისტია ეგ. და ქრისტემ წყემსი კეთილი, რომელიც არის თავის ტყავი გაიძრო და ჩვენ მოგვცა. აი ეს არის ქრისტე. დღეს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ერთ-ერთ ბატონთან, რომელთანაც მომიხდა დიდი ხნის საუბარი, საკმაოდ გაგრძელდა და რომელთანაც მომიხდა ამ ძველსა და ახალ სტრუქტურებზე საუბარი, რას ნიშნავს ძველი და რას ნიშნავს ახალი. მოდი ახლა კიდე თქვენთან ერთად ვისაუბრեմ ამ საკითხს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეას და ამ ძველ მატრიცებს რო არ ვყავდეთ ჩაჭერილი აზრში რა, რომ გავითავისუფლოთ თავი და რომ წავიდეთ ახალში და ქრისტეში რო გავერთიანდეთ, რას ნიშნავს ძალაუფლების აღება. ამ ბატონთან მე მქონდა ესეთი საუბარი, რომ ჩვენ თუ არ მოვედით ძალაუფლებაში, აი ესეთი სიტყვები გავიგე, ჩვენ თუ არ მოვედით ძალაუფლებაში, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით. რაზეც მე პროტესტი განვაცხადე და შევეწინააღმდეგე, რომ ძალაუფლება თვითონ ეს სიტყვა უკვე დანგრეულია და დანგრევისკენ მიანიშნებს, იმიტომ რომ არ არსებობს ძალაუფლება. არსებობს მხოლოდ ერთი რამ, თანაგრძნობა. ადამიანებში თუ არ გამოიწვიენ თანაგრძნობა, როგორც ქრისტე აკეთებდა, დადიოდა სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, კარ და კარ და ადამიანებში თანაგრძნობის უნარს აღვივებდა. როგორ აღვივებდა, იცით? თავისი ჯგუფით, 12 კაციანით თუ 40 კაციანით, 50 კაციანით თუ 150 კაციანით, მას უფრო მეტი ჯგუფი ყავდა, ვიდრე ეს 12 მოციქულია ჩამოთვლილი. მიდიოდა სოფელ-სოფელ, ნახავდა ყველაზე გაჭირებულ ოჯახს, მიდიოდა ამ ოჯახში, დადგებოდა ამ ოჯახთან, მიიტანდა სანოვაგეს, დაეხმარებოდა ხვნათესვაში, ყველაფერში რაც კი საჭირო იყო, გაუმართავდა საქმეს და შემდეგ გადადიოდა სხვაგან. აი ეს იყო ქრისტიანული სვლა. და ამ ქრისტიანული სვლას ასევე გამოიყენებდნენ ჩვენი ძველი წინაპრებიც. სხვათა შორის, მათ შორის ერთ-ერთი მეფე იყო თამარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მეფე იყო თამარი, რომელიც გამოიყენებდა აი ზუსტად იმ საკითხს, როგორც ქრისტე აკეთებდა. აი, დადიოდა სოფელ-სოფელ, კარ და კარ, მიყავდა ხალხი და ამ სოფელს ყველაფერს უკეთებდა, რაც საჭირო იყო. გაკეთდებოდა ეს, შემდეგ გადადიოდნენ სხვაგან და ასე შემდეგ. ძალაუფლება არის უკვე სიტყვა, რომელიც სატანის მოციქულებს აკერიათ პირზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული, მოიპოვონ ძალაუფლება. არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ მე არანაირი ძალა არ მჭირდება და არაფერი უფლება, ეს ღმერთისგან მაქვს მე უკვე ბოძებული ძალაც და უფლებაც, რომ ადამიანებს დავეხმარო, ადამიანებს გაუწოდო ხელი, ადამიანებში დავინახო სინათლე, ადამიანებს მივეხმარო. რაც არ უნდა ბოროტი ადამიანი იყოს. ამ ადამიანისგან მე ბოროტი უნდა განვდევნო. აქ არის მხოლოდ ერთ რამეზე საუბარი, აღიარებაზეა საუბარი, ვაღიარო მისი სიკეთეები და განვდევნო მისი მინუსები და სიბოროტეები. როგორ ხდება ეს საკითხი, როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი, როგორ გავაკეთოთ, რომ ადამიანებთან მივიდეთ და დავეხმაროთ. აქ წამოიჭრა სხვადასხვა პრობლემატიკები. მაგალითად, აუცილებლად დაგჭირდება ჩვენ შენობა, სადაც ერთად ვიცხოვრებთ, აუცილებლად დაგჭირდება ჩვენ რაღაცა. იცით რა მეგობრებო, მოდი ერთ რამეს გეტყვით რა. როგორც კი ადამიანი მატერიაზე ორიენტირდება, ეგრევე წამოიჭრება პრობლემების წინააღმდეგ. როგორც კი ადამიანი ერთად დგომაზე ორიენტირდება, ეგრევე გვარდება პრობლემები. რა პრობლემები გვარდება, როგორც კი ადამიანი ერთ ჯგუფს შექმნის. ეხლავე გეტყვით ზუსტად კარგი მაგალითები არსებობს ამისათვის. მაგალითად, ჩვენ სოფელში ასურეთში ჩამოვიდა ერთ-ერთი რუსი
იდეინი. იქირავა ძველი ფერმა, იჯარით აიღო ძველი საქართველოს ფერმა, სადაც დანგრეული იყო და ქართველებს იქ გაკარება არც უნდათ, იქ მძღნერები და ისინი ეყარა მხოლოდ. ეხლა დღეს რომ მიხვიდეთ, იქ არის დიდი სასტუმრო უკვე გაშენებული და არაჩვეულებრივი ადგილად არის გადაქცეული და კიდევ დიდდება და დიდდება. ეხლა მე მკითხვა გამიჩნდა, როგორ მოახერხა ამ რუსმა იდეინმა, რომ ეს ადგილი ესე უცბად აღორძინა. გეტყვით როგორ? ამ ადამიანმა მოიფიქრა ასეთი რამ, რომ შემოიკრიბოს ის ხალხი, ვისაც სურს მიწაზე მუშაობა. სურველი. მას შესთავაზა საჭმელი და მას შესთავაზა დასაძინებელი ისეთი ადგილი, როგორიც არის კარავი, გესმით? კარავი, განა სახლი და სასტუმრო, კარავი, კოშკი, ისა, რა ქვია მაგას. ქოხი შესთავაზა. სადაც არც საბანია, არც ლოგინია და არც დასაბანი ადგილია, სადაც შეგიძლია იბანაო. არაფერი არ არის. იქ არის მარტო ქოხი და იმ ქოხში გძინავს. იმდენი მსურველი მოიზიდა ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, რომ მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ეს ადამიანები რჩებოდნენ 2 დღე მუშაობდნენ, თავის გამოცდილებას იღებდნენ, მიდიოდნენ. სამაგიეროდ არ იღებდნენ ფულს და ხელფას, არამედ უბრალოდ გამოცდილებას იღებდნენ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარეობდა ეს და მერე მიდიოდნენ თავის გზაზე. აი ეს არის ერთობა. შენ თუ გინდა რომ რამე სიკეთე გაუკეთო სოფლებს, აუცილებლად ერთობა უნდა ნახო. არიან მსურველები შენს გარშემო, რომ აი ეს ადამიანები ერთ ჯგუფად, კაციც და ქალიც, აქ არ არის მაინც რომ გავყოთ კაცი და ქალები იქით წვებიან და კაცები. კაციც და ქალიც თავის თავს თვითონ მოუვლის. არ არის შენი ზედამხედველობის ქვეშ ადამიანი, სრულყოფილი ადამიანი, არ უნდა იყოს რომ აი ახლა იმას უთვალთვალო, ღამით სადმე არ წავიდეს. ის თავის თავს თვითონ მიხედავს, თავისი ცხოვრება აქვს, თავისი მისია აქვს. შენი სათვალთვალო და შენი გასაკონტროლებელი იმას არაფერი არ სჭირს, როგორც გვჩვევია ხოლმე ქართველებს რა, იქ რაღაცებს რომ დავიწყებთ, აბა, ეს იმასთან ხო არ იყო, ეს იქ ხო არ იყო. შენი საქმე არ არის ვისთან იყო. შენი საქმე არის გინდა სიკეთე, გინდა კარგი ქვეყანა, გინდა ლამაზი ქვეყანა, მაშინ აკეთე საქმე. ვის მიერ გინდა მოიპოვო უფლება? იმ რელიგიის წარმომადგენლების მიერ, ვინც თავისი სასიკეთე თუ მოიწყო და ასფალტები დააგო ტყეში? ეკლესიამდე მიმავალი ასფალტი, რომელშიც ადამიანმა უნდა გაიაროს და შეიგრძნოს ეს მდგომარეობა, იქ დააგო ასფალტები და აგერ გვერდზე ბავშვები უკვდება შიმშილით. თუ იმ პარლამენტარმა, რომელმაც თავისი შემოსავლიდან კიდევ უფრო მეტი შემოსავლები დაიმატა და მოიპარა ფული და ერთი სახლის მაგივრად 10 სახლი აიშენა, ამისგან გინდა შენ უფლება მოიპოვო და იმ სამღვდელო პირებისგან, რომელმაც პატრიარქად ილია მეორე დააყენა და პანტოკრატორი უარყო, რომელისგან გინდა რომ ნებართვა მოიპოვო? თუ დედიკოსგან და მამიკოსგან. ღმერთმა ჩვენ მოგცა ეს ნებართვა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ქრისტეს ნიერები. არავისგან არ გჭირდება ჩვენ ამის ნებართვის აღება, დავემსგავსოთ თუ არა ქრისტეს. ხელდასმაც არავისგან არ გჭირდება, მაქვს თუ არა უფლება დავემსგავსო თუ არა ქრისტეს. გინდა დაემსგავსო ქრისტეს. ქრისტე იყო ჰიპი. არ ჭირდებოდა მას კომფორტი. დადიოდა კარ და კარ. დახვებოდა ხალხი, მის ნაირები შემოიერთა. თავის ნაირები შემოიერთა, თავისი ინტერესების გამტარები შემოიერთა და იმ ინტერესების გამტარებთან ერთად დადიოდა და ეხმარებოდა ხალხს. არ იღებდა, არ დადიოდა და ეუბნებოდა რომ ხალხო მე მოვდივარ ახლა ძალაუფლებაში და აბა შემომიერთი, ამას კი არ ყვიროდა. იცი რას ამბობდა? მითხარი მეგობა რომ რა გაქვს დასახმარებელი, მე დაგეხმარები შენ. საუბრობდნენ ამა თუ იმ თემებზე, საჭირბოროტო საკეთილდღეო თემებზე. როდესაც სამარიტელები როგორც გარიყული ყავდათ იმათ, როგორც ახლა ჩვენ ყავს მაგალითად რომელიღაცა ერი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ბანძად მიგვაჩნია, ქრისტემ თქვა, არც ერთი შენზე უკეთესი არ არის, არც ერთი იუდეველი სამარიტელიც აბსოლუტურად შენი დონის არის. სამარიტელიც ღმერთის შვილია, გესმის? და იუდეველებს, არ მოეწონათ, როგორ
აი როგორც ახლა რუსებს აქვთ რა. შემოვიდნენ, დადგნენ ჩვენს მიწა-წყალზე და ქართულად როგორ მელაპარაკები შენ? რუსული რა არიცი? არ გასწავლეს შენ რუსული? რუსული პროვინცია ვგონივართ ჩვენ მაგათ. გონს მოსული ადამიანები, რომლებიც ერთობლივად დადგებიან ჯვარზე და განაცხადებენ ძალიან ხმამაღლა და ძალიან გარკვევით, რომ ჩვენი პანტოკრატორი, ჩვენი პატრიარქი არის ქრისტე და არავინ სხვა პატრიარქი არ გვჭირდება სხვა. იქნებიან ის ადამიანები, ვინც ქრისტეს დაუდგებიან მხარში და ვინც იქნებიან ახალი ერის წარმომადგენლები. ყველა სხვა ძალაუფლების მოყვარე სისტემა დაინგრევა. ინგრევა უკვე. ძალაუფლებას აღარ ექნება დედამიწაზე არც ერთი წუთი დრო, რომ ფრთები გაშალოს. აღარ ექნება, იმიტომ რომ ჩვენ გადავდივართ აბსოლუტურად სხვა ერაში. ეს არის ქრისტეს ერა. ეს არის ერა, სადაც ადამიანი თავისუფლდება ყველანაირი შიშებისაგან და ძალაუფლების მოყვარეობისაგან. თავისუფლდება, თავისუფალი ხდება. თავის თავზე მოიპოვებს უფლებებს და არავის სხვა ადამიანის მიერ ხელდასმულობით, არამედ ქრისტეს მიერ ხელდასმულობით. ჩვენ ყველა ადამიანი, რომელმაც ქრისტემ გვიხსნა სატანისგან, ვართ ჩვენს თავზე უფლება მოპოვებული, თუ არ გვინდა ისევ იმ სისტემაში დარჩენა და იმ აზროვნებაში, რომ აი მღვდელმა უნდა მითხრას რაღაც, მამაოსთან თუ არ მივედი ისი არაფერი მეშველება და ღმერთს ვერ დაუკავშირდები და რაღაცა სისულელეები. ეს დრო უკვე მკვდარია. ეხლა მოდის დრო, სადაც ქრისტე გვეუბნება, რომ შენსა და მამას შორის ჩემს გარდა არავინ არ უნდა იდგეს. რა ილია მეორე და რა ვიღაცა მეუფე სერაფიმე ხალხო. ჩემსა და მამას შორის, შენსა და მამას შორის ჩემს გარდა, პანტოკრატორის გარდა არავინ არ უნდა იდგეს ხალხო. ვინ არის ეს პანტოკრატორი? ხო არის ქრისტე. ხო და რაღა პატრიარქებზე გაქვთ საუბარი და რაღა მეუფეებზე გაქვთ საუბარი და რაღა მღვდლებზე გაქვთ ხალხო საუბარი. ნებისმიერი მეუფე არის ჩვენი დონის. ნებისმიერი ჩვენ ვართ მეუფის დონის. მეუფესა და ღმერთს შორის დგას მხოლოდ ქრისტე. ჩვენსა და ღმერთს შორის დგას მხოლოდ ქრისტე და არავინ კიდევ სხვა ბიძაშვილები და მამიდაშვილები და შვილიშვილები. გავიგოთ ეს. ეს თუ არ გავიგეთ, ჩვენ ისევ ძველ სისტემაში ვდგავართ, ვზივართ და ველოდებით მხსნელს, როცა მხსნელი თავად შენ ხარ შენი თავის. გესმით? და რამდენი თავის დახსნილი და თავის თავზე ძალაუფლება მოპოვებული ადამიანიც არსებობს საქართველოში, იმდენი გამოჩნდება ჯვარზე ახალ წელს. ხო და ასე რომ მეგობრებო, დავივიწყოთ ეს ამაზე ფიქრები, რომ ვიღაცას დავაყენებთ პრეზიდენტად, ვიღაცას დავაყენებთ მეფედ, ვიღაცას დავაყენებთ კონსტიტუციური, არ დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ყველა ადამიანი, თითოეული ჩვენგანი, რომელიც ჯვარზე დადგება და იტყვის და აღიარებს ქრისტეს პანტოკრატორად, ანუ ყველა დროის მეფე, პატრიარქად, ის იქნება ქრისტესნიერი, ესე იგი თვითონაც პანტოკრატორი და თვითონაც მეფე. და როგორ უბრძანებს მეფე მეფეს, მეფემ უკვე თვითონ იცის თავისი საქმის გაკეთება, რა საქმე უნდა აკეთოს. მეფემ უკვე თავად იცის და პატრიარქმა უკვე თავად იცის რა უნდა აკეთოს. ამიტომ ყველანი იქნებიან ძედ, იწოდებიან ძედ ღვთისა, იმიტომ რომ ისინი იქნებიან და შეუერთდებიან ქრისტეს არსს. ისინი გარდაიქმნებიან ქრისტეში. ისინი იქნებიან თავად ქრისტენი, გესმით? ქრისტეს საძმო გაიმართება. და როდესაც ქრისტეს საძმო გაიმართება, ის იქნება ერთი დიდი ორგანიზმი, ერთი დიდი ცხორი, რომელსაც ვერასდროს ვეღარ მოერევა სატანა, რომელსაც ქრისტემ უკვე თავი გაუჩეჩქვა. დავით, ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი კარგად არის. აი ესაა თამარ სწორი გზა განვითარებისა, კარ და კარ სიარული სუფთა ადამიანების გამოაცოცხლებს ერს. ნათელა, აი ეს, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, უნდა მესმოდეს ბერებისაგან და მღვდლებისაგან. და ვაი რომ ასე არ არის და ვაი რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ჭეშმარიტად. იაროს კარ და კარ
სოფელ და დაეხმაროს ჯგუფურად ერთმანეთს. თუ არ იქნებიანო, გაიხსენეთ ბერი გაბრიელის სიტყვები, თუ არ იქნებიან 10 მაინც ჯგუფში ისინი ვერ გადარჩებიანო. ამიტომ ბერმა გაბრიელმა საუკეთესო ვარიანტები დაგვიტოვა მოსაფიქრებლად, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ერი. ჯგუფში თუ არ იქნება 10 კაცი, ის ვერ გადარჩება. დაგიდებენ პურს და რწმენას. ხო და უკვე გვიდევს პური და რწმენა ხალხო. აგერ ხალხი იმიტომ ვერ მოდის საზღვარგარეთიდან საქართველოში, რომ დღეს მელაპარაკა ქალბატონი. მე რომ საქართველოში ჩამოვედიო, ქუჩაში დავრჩიო. ამიტომ მომიწია ისევ საზღვარგარეთ წამოსვლა, რომ ქუჩაში არ ვიცხოვრო. გესმით ხალხო რაშია საქმე? რა გაბწყინებაზეა საუბარი? ჩვენს მოქალაქეებს რამდენი დავშით გენოციდში ვართ ხალხო. ვერ ვინახავთ, ვერც მილიარდების შესული საპატრიარქო და ვერც მილიარდების შესული სახელმწიფო ვერ ინახავს ჩვენს ამ ორიოდე მოქალაქეს. როცა ისე უნდა უფრთხილდებოდეს ამ ქართველ სისხლს, ქართველ გენს, რომ ყველას უნდა აცხოვრებდეს საუკეთესო პირობებში, იცით თქვენ? მილიარდები შესდის საპატრიარქოს, მილიარდები შესდის მთავრობას. დავიჯერო, ვერ მოახერხეს ამ 2 მილიონი ქართველის კეთილდღეობის მოწყობა, ის რომ საზღვარგარეთ არ გაიქცეს, რომ არავის არ სულს შენი კეთილდღეობა, ხომ ხვდები? არც საპატრიარქოს და არც პარლამენტს ხომ ხვდები? ხო და ვის სულს შენი კეთილდღეობა? დღემდე ქრისტეს ხომ? ხო და დაემსგავსე ქრისტეს, რომ რაღაცნაირად გადავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ემიგრანტებო, ძალიან საყვარლები ხართ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთობა. გაიხსენეთ ნარიმანის კარზე ქალბატონმა სოფომ რა თქვა? ხო? სოფოც ქვია და ლიკაც ქვია იმ ქალბატონს. ერთობა თუ არ ვისწავლეთ, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ იმ ჩანთებს, რომელიც კიბეებზე ამოდის, რომ ამაოსთან შევიდეს. და იმ ჩანთებს დავაყენებთ ჩვენ შუა ადგილზე, სადაც უნდა იდგეს ნაძვისხე, სადაც ნაძვისხის გარშემო უნდა ვტრიალებდეთ და გვიხაროდეს ცხოვრება და არა იმ კუჩში ჩასავალი სალაფავისა, რომელიც იქ ჩანთებში რომ მოთავსდა და მერე ისევ იმ ადამიანებზე დარიგდა, რომელიც იმ კარზე დგას და მათხოვრობს. ვიღაცამ დამიწერა, რომ იმიტომ გამოგაგდესო, რომ შენ რაღაცაო რა, იმიტომ გამოგაგდეს იქიდანო. იცით რა მეგობრებო, არავის არ გამოუგდივარ მე არსაიდან, მე ჩემი ფეხით წამოვედი იქიდან. იმიტომ რომ ქაჯებში ნაძვისხე ვერ გაიხარებს. ქაჯებს სჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ. მამაოს მიერ გამოტანილი სანთელი, ბანანები, კამფეტები და მადლი. აი, მათხოვრებს და ქაჯებს ეს სჭირდებათ. გესმით? და ნაძვისხე თავად გასცემს ამას, მადლსაც, სანთელსაც და ყველანაირ დახმარებას. ამიტომ კარგად მოიფიქრეთ, რას ლაპარაკობთ. ნარიმანის კარზე მდგომო ხალხო. ადამიანი მეუბნება, რომელმაც ადგილი გაინაღდა, გესმის, და დაინახა, რომ იქ უსამართლობა ხდებოდა ჩანთების გამო ხალხს დაბლა აყრიან და მე რომ ვიცავდი იმ ხალხს, რომ მეთქვი ეს ადამიანი ტირო და წეღან, რომ აქ უნდა ყოფნა, რომ ამაო ნახოს და ამის გამო რომ მე გამომაგდებენ და ეს ადამიანი მე რომ მეუბნება, იმიტომ გამოგაგდეს, რომ იქ შენი ადგილი არ იყო, საცოდაობაა ხალხო. საცოდაობა. არანც თუ თქვას, რომ როგორ გამოგაგდეს დაო, ჩანთების გამო როგორ გამოგაგდეს. უხარია ტიპს, რომ გამომაგდეს მე იქ რო ჩანთა უნდა დებულიყო მაგითო, გესმის? და კიდევ გონია, რომ ქრისტეს მიერ რაღაცა, სანთელს რომ მიიღებს, აი ეს არის თურმე იქ რო იდგეს მაგარი რამე რა. აზზე მოდით ხალხო. აზრზე მოდით, რას ლაპარაკობთ. ადამიანი, რომელიც ადამიანს უნდა იცავდეს, რა შუაშია მე ვთქვი აქ ჩანთები ხალხო, აქ კიდევ 10 ადამიანი და 20-ც დაეტევა. რა დროს ჩანთებია? არა,
მამაო შანთებს ის კედელი თავისუფალი უნდა იყოს, გესმით? კედელი უნდა გაათავისუფლონ, იქ თავისუფლება უნდა იყოს, ადამიანების გაჩერება არ შეიძლება. აი ეს ხდება საქართველოში. აი ამ საქართველოში ეს ხდება, რომ აქ ადამიანების გაჩერება არ შეიძლება, აქ უნდა მოვიდეს ვიღაცა სხვა ინვესტორი და ეს კედელი დაიპყროს, იმიტომ რომ იქ ბიზნესები აწარმოოს, გესმით? არ შეიძლება, მეგობრებო, ასე აზროვნება, როგორ შეიძლება, რომ შენ გიხაროდეს 5 ადამიანი, კიდე 50 ადამიანის დატევა რო შეიძლებოდა ის 5 ადამიანი იმის გამო რომ ჩაყარეს დაბლა, რომ იქ ისინი უნდა დებულიყო ჩანთები მნიშვნელოვანია, გესმის? აი ისინი არიან იქ ესეთი ხალხი, ვინც ილია მეორეს მადიდებელია. იქ დააყენეს ერთი ადამიანი იმ კედელთან და ვინც ჩანთების მადიდებელია კიდე, აი ის დააყენეს იქ იდგა და არაფერს არ ამბობდა. დაჟე არაფერს არ ამბობდა კი არა, კიდევ წაგკმინა რომ თანამოაზრეებთან ერთადო, შენ თანამოაზრეებთან ერთადო, რომ ჩაგიყვანესო და აგერ ყველა დამერწმუნება, ვინც იქ იყო ჩემი ნებით და ლიკაც თავისი ნებით წამოვიდა იქიდან. ზორა ვერ მიქნეს იქიდან. კარგი ხო, აი ჩათების ადგილიდან ცოტა დაბლა კიბეზე ჩამომიყვანეს, მაგრამ აი იმ კიბიდან მე თვითონ წამოვედი, იმიტომ რომ იქ არ იყო ჩვენი ადგილი. სამაგიეროდ ჩვენ წავედით იქ, სადაც ვისაუბრეთ სასიკეთო თემებზე. და აი ამ ქაჯების ორომტრიალს არ უყურეთ. მე ესე აღვიქვი, რომ ჩვენ ავალთ ყველა ჯვარზე, ჩვენ ყველანი ჯვარზე ავალთ, ვინც ქრისტეს პანტოკრატორს ვადიდებთ და ეს იქნება მეორედ მოსვლა, რომ გაცოცხლდება ქრისტე თავისი დიდებით და მამა ზეციერი, რომელიც გააცოცხლებს თავის შვილს, ჩვენთან მოიყვანს თავის შვილს ჩვენს გულებში, ეს არის ზუსტად მეორედ მოსვლა, რასაც ამბობდა ბატონი ჯორჯაძე, რომ მეორედ მოსვლა უკვე მოხდა, მაგრამ ამ თემას ტაბუ ადევს. სახელი გვარი, რატომ ეძახიან მღვდელს მამაოს? რატომ ეძახიან მღვდელს მამაოს? რატომ ეძახიან მღვდელს მამაოს? იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ ის მიიყვანს ღმერთამდე. ამიტომ მე გეტყვით რა. ქრისტე ამბობს, რომ მამა მხოლოდ ერთს უწოდეთო, მამა ზეციერს. ხო და ჩვენც მამა ზეციერს უწოდოთ მამა და დანარჩენს მამაო. ეს დიდ რამეს ცვლის. მამა არ არის ის არის მამაო. გესმით? მამაო. ლიკა გამომარჯოს. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, საყვარელო მეგობრებო, მე ხა დაგემშვიდობებით კვლავ. მე მიხარიხართ სულ ყველა და თქვენ წარმოიდგინეთ, იმხელა ძალა დადგება ჯვარზე. იმხელა ძალა დადგება ჯვარზე, რომ ჯვარი გადაივსება ხალხო. ყველა ქვეყნიდან, ყველა რაიონიდან ჩამოვა ხალხი და ქრისტეს ადიდებს. ქრისტეს ადიდებლად ვართ ჩვენ ქართველები დაყენებული, იცით თქვენ? ყველა რჩეული ქართველი, რაც უფრო მეტ განვიხილავ აი ამ ჩემს ამოწერილ ხალხში, ვინც წერს, ამდენი რჩეულის დანახვა ჩემს გულს ახარებს ხალხო, ახარებს, იცით რა არის ეს? და მე ვხვდები, რომ დარჩენილ ვართ მხოლოდ და მხოლოდ 10,000-ისგან გადარჩეული 1000 რჩეული და 1000-ისგან გადარჩეული მე 100 რჩეული. 10,000-დან გადაირჩევა 100 და 100-დან კიდე 1. ხო და ის 100 გადარჩეული დადგება ჯვარზე. ასე რომ ჩემო კარგებო, პირადად თქვენ გეკითხებით, რომ მე რატო უწოდებ მამაოს? სახელი გვარი, აბა რას მეკითხები პირადად მე? წამს ძალიან მალე მიხვდება ხალხი, რომ ღმერთი ჩვენთანაა. იცით, მე ესე ვიტყვი, დავით, ღმერთი ჩვენთანაც არის
და ზოგიერთში ჩვენშია, გესმის? ზოგიერთთან თან არის, ზოგიერთში უკვე არის. ხო მივხვდი რას ვამბობ? თქვენ ვერ წარმოიდგენთ. როგორ ერთობლივად იღვიძებს სრულიად საქართველო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალა იქნება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ და მაგარია ხალხო, მაგარი. იცოდეთ რა? როგორც კი დრო მოვა, ყველა თქვენგანი რჩეული ვინც არის იგრძნობს. ეგრევე იგრძნობს, რომ იქ უნდა დადგეს. სახელი გვარი მე მეკითხები, რატომ ვუწოდებ მე მამაოს? ანუ ნარიმანს რატომ ვუწოდებ მამაოს? აი, კიდევ ერთხელ გეკითხები ამ კითხვას. ეს გაინტერესებს შენ? ფილტრი არ მაქვს მეგობრებო დღეს დაყენებული და ესე გამოვიყურები ფილტრის გარეშე, ხო? უფრო ლამაზი ვარ, ხო, ფილტრის გარეშე. ცოტა ვიმარიაში. სახელი გვარი გეკითხები, აბა კიდე მიპასუხე. შენი კითხვა ვერ გავიგე რა. ხო, ნამდვილად, შორენა, ნამდვილად. კი, საერთოდ მღვდელს საერთოდ მღვდელს მამაოს. მე არ ვუწოდებ მღვდლებს მამაოს. ხანდახან ვუწოდებ, იმიტომ რომ ყველა უწოდებს და ცოტა რთულია ეხლა სხვა რამე უწოდო და მე ახსნა რატო უწოდებ ესე. იცი რა არის? აი, გზას ვიმოკლებ რა. ხალხს როგორც ესმის, ისე ველაპარაკები. ყველა უწოდებს მამაოს და ეხლა მე რო უთხრა სასულიერო პირი, ვერ იგებს მე რაზე ვლაპარაკობ და ვიზე ვლაპარაკობ. ამიტომ ვამბობ მეც მოკლედ მამაოს. მამა ვიცი ერთი, ღმერთი, სახელი და გვარი. აი შენ ხო წერ, მამა ვიცი ერთი, ღმერთი. კი, მამა ვიცი მეც ერთი. ეს არის მამა ზეციერი. გესმით? ეს არის მამა ზეციერი. მაგრამ რადგან ეს საზოგადოება იმდენად მიჩვეულია მამაოების ძახილს, რომ სასულიერო პირი ვთქვა, ის მამაოს კი ვერ აღიქვავს, სასულიერო პირად აღიქვავს, აი მაგალითად ვიღაცას არ იცის, ჯერ მის თავში არ ჩამჯდარა სასულიერო პირი რას ნიშნავს. მის თავში ჩაჯენილია მამაო, გესმის და ხო, ესეც ახსნის თემა არის და ეს ამაზე ცალკე უნდა ხარჯო ნერვები და დრო, რომ აუხსნა ხალხს რას ნიშნავს მამაო, რას ნიშნავს სასულიერო პირი, რას ნიშნავს მღვდელი, რას ნიშნავს მეუფე და ასე შემდეგ. მამაო არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც დღეს მამაო ქვია. არც ერთი მამაო არ არის. ისინი არიან ჩვეულებრივად ან ქრისტეს საძმო, ან კიდევ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი სახელები და გვარები უნდა ერქვათ. არც მღვდელი რას ნიშნავს? მღვდელი ვაფშე რას ნიშნავს? საერთოდ აი საიდან მოდის ეს სიტყვა? წარმოდგენა არ მაქვს. მღვდელი რა არის მღვდელი? აი ახსენით ეს სიტყვა მღვდელი საიდან მოდის რა? აი რო ავხსნათ ქართული ასომთავრებით გამოდის ესე მან, ღან, ვინ, დონ, ელი. მან, ღან, ვინ, დონ, ელი. აი ეხლა მან, ღან, ვინ, დონ, ელი. ესე იგი რა დროსაც, რა დონესაც ელიო რა. ეს არის მღვდლის ახსნა საერთოდ ასომთავრულით. მან, ღან, ვინ, დონ, ელი.
ხო და თუ მღვდლები უნდათ და ელებად უნდათ გამოაცხადონ თავები, ჯობია რომ ჯერ ქრისტე აღიარონ პანტოკრატორად. პანტოკრატორი ყოვლის მპყრობელი, ქრისტე ყოვლის მპყრობელი, პატრიარქი, პანტოკრატორი. Გამიმეოროთ ეს ხშირად, მეგობრებო, რა, ჩაჯდეს ჩვენს თავებში. არც ერთმა მღვდელმა არ გვასწავლა ჩვენ, მე ვისწავლე ეს ქრისტიანულ არქეოლოგიას რო ვსწავლობდი, რომ თურმე ქრისტე პანტოკრატორი ყოფილა და მე ვთქვი, თუ ქრისტე პანტოკრატორია, აბა ამ მღვდლებს რაღა დაემართათ, გესმით? ყოვლის მპყრობელი თუ გახდა ქრისტე და მელქისედეკის წესით ყველა დროის პატრიარქად, ესე იგი წარმოგიდგენიათ, რამდენი ანტიქრისტები გამოვიარეთ და ვადიდებდით, რომ ვითომ ქრისტეს ემსახურება? წარმოგიდგენიათ? თუ ვერ წარმოგიდგენიათ, ეხლა წარმოიდგინეთ და ასე. ძმები და დები ვიციმე, დანარჩენი არა. კი, ეგრეა. ანუ დაჟე დებიც კი არ მოიხსენიება, იცი? ძეებად მოიხსენიება, ძეებად. ყველა. ძილენი. ძილენი, ესე იგი, გამოსული ძილიდან ენი, აღდგარი ენი. ძე და არაფერს არ წარმოადგენს. მას უნდა ქონდეს მაშინ მაღლა წერტილი. და უნდა იწერებოდეს სხვანაირად. მოუწევთ აღიარება, ხო, ზაზა, აბა რა, მოუწევთ, სხვანაირად არ გამოვა. ანუ მეორეთ მოსლას ვეღარ გადადებენ. იმისი არ იყოს იმ ყოფილი მხედრიონელია თუ რაც არის. კაცის მკვლელის, რომ ისო რა ქვია. გილოცავთ ქართველებო, რომ კიდევ ერთხელ გადავდეთ მეორეთ მოსლა. რატომ მოგვილოცავთ თუ იცით ქართველებს რა? იმიტომ რომ ქართველები ჯერ არ გამოფხიზლებულან რა და ქართველები რო გამოფხიზლდნენ, მეორეთ მოსლას გადაადებინებენ კი არა, თავებს დააჭრიან ყველას, ვინც აქამდე იტყუებოდა და ატყუებდა ქართველებს და ამიტომ მოულოცა ქართველებს იუდეველმა, თვითონ თავისთავი ხო არ ჩათვალა. იუდეველმა ქართველებს მოულოცა, რომ კიდევ ერთხელ გადავადებინეთ, კიდევ გადავდეთო ეს მეორეთ მოსლაო და ეს ვიდეო ყველას გექნებათ უკვე ნანახი და კიდევ ერთხელ ვაჩვენებ მაგას და კიდევ მეორეთ და კიდევ მესამეთ რა. დასრულდა ეს კიდევ და კიდევ გადადება ამ მეორეთ მოსლის. მეორეთ მოსლა ახლა ხდება და შემორჩა ახლა და ამ წამს. როგორც კი მეორეთ მოსლა ხდება, საქართველოს გაბრწყინება იწყება და აბსოლუტურად ყველა ქვეყნების წარღვნა იწყება. წარმოიდგინეთ, ამისი ხო ძალიან მაგრად ეშინიათ. ყველა ქვეყნების ჩამოშლა იწყება. აი, თქვენ წარმოიდგინეთ რა, ერთადერთი ადგილი, სადაც მეორეთ მოსლა უხარიათ, ეს არის საქართველო, იმიტომ რომ საქართველოს გაბრწყინება იწყება მაგ დროს და როგორც მე-12 საუკუნეში იყო აი საქართველო გაბრწყინებული და დანარჩენი ქვეყნები ჭაობის დროდ აღიარეს, ბნელეთის დროდ აღიარეს, ყველა ქვეყნების ჩამოშლა იწყება. ასე რომ რა თქმა უნდა არ გაუხარდებათ იუდეველებს ახლა როგორ გაუხარდებათ მეორედ მოსლა, ახლა ქართველებისთვის იქნება მარტო საინტერესო და დანარჩენებისთვის ანუ ქალის ძე არის და ძმა იგივე ხომ? ხო, ქალის ძე არის. ანუ საძმო იმიტომ ეწოდება, რომ ქალის ძედ, რომელი ქალის ძედ იქცეს, ამაზეა ნათქვამი. ძედ იქცეს სასუფეველი დაიმკვიდროს. ამიტომ საქართველოში ნებისმიერი ქალი, რომელიც ქრისტეს პანტოკრატორად აღიარებს, ის იქნება კაცთა თანასწორი, ანუ ძედ ქცეული. გესმით რა ხდება? ხო და ამიტომ გამოფხიზლდით ბატონმა გელამ რაც მოგვაწოდა ჩვენი ინფორმაცია, რომ ლაღი ბიჭი ეხელის შესახებ, ხო, ეს პირდაპირ ზეციური ინფორმაცია, ზეციდან ჩამოესმათ ეს ხმა, რომ ქალი არის ღვთის მსახური, გესმით?
ქალი არის ღვთისმსახური და პანტოკრატორი არის ქრისტე. ანუ ქალის ძე არის და ძმა იგივე ხომ თამარ თუ ვერ აღვიქვი სწორად კი შორენა სწორად აღვიქვი ძმა კი არ არის საძმო ანუ ერთი გუნდი ერთი ჯგუფი ერთი ცხორი როგორც ლაზარეს ენაზე ვიტყვით ცხორი არის ცხვარი კი არ არის ცხორი არის ხალხთა ერთობა ქრისტეში გაერთიანებული ხალხთა ერთობა ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია ხო შორენა ეგ არის აი მე-12 საუკუნეში აბსოლუტურად ერთ-ერთი ანალოგიური დრო მეორდება რა ერთ-ერთი ხდებოდა ის რაც დღეს ხდება მაგრამ მაშინ ვერ მოახერხეს იმიტომ რომ თამას არ ქონდა იმის ძალა არ მისცეს იმის ძალა რომ თამარმა რაც თქვა თვითონ რომ თავისი გვირგვინი გადასა პანტოკრატორს ქრისტეს აი ეს არ აღიარეს მღვდლებმა ცოცხალი თავით ყველა გაწყვიტეს თამარის ჩათვლი და არ აღიარეს ხო და მერე ვეფხისტყაოსანსაც ებრძოდნენ მაგრამ ვეფხისტყაოსანი დღემდე ხელში გვაქვს ყველას და ყველამ ვიცით რაც არის ხო უფალი დიკა აბა ნახო წავიკითხო ახლა მობილიზება გავაკეთო ლათინურის ქართულად კითხვა მიჭირს ხოლმე უფალი ჩვენი გვიქადაგებს ერთმანეთის მიმართ ვიყოთ ემპატები ანუ ერთმანეთის ტვირთი გეტვირთოსო იყვარებოდეთო ურთიერთს ანუ ერთმანეთს უნდა ხელი გავუმართოთ როგორც ჩვენ ჭეშმარიტად მოყვას ჩვენს ხო როგორც ჭეშმარიტად მოყვას შეშვენის ხო ლიკა ხო ვიცი რომ შენ სხვანაირად ქართული ის არ გაქვს ტასტატურა და ვერ წერ ლათინურად რო წერ თვალები მეთხრება ხოლმე ესე იგი მოკლედ მეგობრებო ახლა მე დაგემშვიდობებით მე უკვე გავაჟღერე ჩემი სათქმელი რომ ახალ წელს მოხდება ეს და მე უკვე გულმა მიგრძნო რომ ეს ახალ წელს მოხდება ზუსტად რა დღე იქნება ეს არ ვიცი ყველა თვითონ იგრძნობს რა დღე იქნება მე ამას მეც როცა ვიგრძნობ გავაჟღერებ კიდევაც ხმამაღლა რა დღეს უნდა მოხდეს ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ რომ თქვენში ეს მანამდე უკვე წინასწარ გეცნობებათ ზეციდან ანუ წინასწარ მოგივათ ნიშნები ამის შესახებ და ყველა გაიგებთ აი ყველა ერთობლივად ყველა რჩეული ერთობლივად გაიგებს რა უნდა გააკეთოს და ეს მოხდება ჯვარზე არ არსებობს სხვა ადგილი აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე არ არსებობს სხვა ადგილი გარდა ჯვრისა სადაც პანტოკრატორი ქრისტე იქნება დიდებით მოვლენილი ეს არის მხოლოდ ჯვარი სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს იქ იქნება ისევ ქრისტე დიდებით მოვლენილი აი ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც უნდა გაჟღერებულიყო და ამას მალავდნენ მთელი ამდენი საუკუნეები და რა მხრივათაც ეს განდობილობის დონეზე გამოვიდა ერში იმდენად უკვე თვითონ არიან დაშოკილები რომ როგორ გავიგეთ ეს ყველაფერი და ჭკუაზე არ არიან რა მოგვიმიზენზონ და როგორ ხო 20 მარტიდან კი 20 მარტიდან უკვე ამას უნდა ველოდეთ ხო და ასე რომ მეგობრებო ნუ დაიბნევით თქვენთან არის ღმერთი ჩვენთან არის ღმერთი არს და იყოს ჩვენთან ყველასთან ღმერთია მე დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანი ვინც რჩეულია ხო მას უკვე ნიშნები მოსდის და ნუ დააიგნორებთ ამ ნიშნებს ეს არის ნამდვილად ნიშნები ზეციური ძალებისგან უკვე მოდის ეს ნიშნები და ამ ნიშნებს უკვე უნდა შევიცნობდეთ ჩვენ იმ დონეზე უნდა ვიყოთ რომ უკვე უნდა შევიცნობდეთ და ვიღაცეების ახსნა აღარ უნდა გჭირდებოდეს თუნდაც ჩემი თქვენ უკვე უნდა იცოდეთ და თქვენს შინაგანში აკონტროლებდეთ იმ საკითხებს რა ინფორმაციები მოდის ზაზა მადლობა ზაზა ლიკა ზაზა, მარი ზაზა, მარინა ზაზა არს და იყოსო, აი ეს ადამიანები ყველა ეთანხმება რომ ღმერთი არს ჩვენთან არს და იყოს.
ამინ, ამენით იესო ქრისტე, ეხლა გავალ დაგემშვიდობებით და გაკოცეთ ყველას, გისურვებთ საუკეთესო ახალ წელს.